და სოციალურ-პოლიტიკური ამბების შემდეგ კულტურის ახალი ამბები გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს. ლექსები და პოემები 1954-2005, ასე ქვია ბესიკ ხარანაულის ახალ წიგნს, რომლის პრეზენტაცია გუშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. კრებული მწერლის 50 წლიანი შემოქმედებით მოღვაწეობას ასახავს. ბესიკ ხარანაულის პოეზია სხვადასხვა დროს მრავალ ენაზეა ნათარგმნი და გამოცემული. წიგნის წარდგენის შემდეგ მწერალმა სტუმრების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. ახალი გამოცემა საჩუქრად გადაეცათ საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებს. ესე ლექსები და პოემები 50 წლის განმავლობაში რაც დავწერე, რაც გამოვაქვეყნე და გამოვეცი იმ წიგნებიდან. ბატონ ბესიკს სიახლის ნოვაციის არასოდეს არ ეშინოდა, მას არ ეშინოდა ავტორიტეტების, არ ეშინოდა დამკვიდრებული ჭეშმარიტებების, ის ყოველთვის იყო აი ნამდვილი შემოქმედი როგორიც უნდა იყოს, ის არასოდეს უსაფრთხოებაზე არ ცვლიდა შემოქმედის წინსვლის პრივილეგიას და თავისუფლებას. ეს არის მართლაც ძალიან ღირებული გამოცემა, იმიტომ რომ უზარმაზარი მასალა შეიძლება ამოყრილი, ძალიან ხარისხიანი და ძალიან მოხარულიო რომ ეს მოხერხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იმედი მაქვს რომ უნივერსიტეტი კიდევ ბევრჯერ მომასპინძლებს მსგავს ღონისძიებას და ეს მართლაც სასიხარულო ამდენი ხალხი დაესწრო დღევანდელ დღეს.